მოგესალმებით, კვალიტატივის ეთერშია ყველაზე სახალისო გასართობის შოუ მიმიხვდი და თავდაპირველად რა თქმა უნდა ჩვენს ერთგულ მაყურებლებს მინდა ახალი 2015 წლის დადგომა მივულოცო, მინდა გისურვოთ ბედნიერების, ჯანმრთელობის, ხვავისა და ბარაქის წელი. დღეს არასაკონკურსო თამაში გვაქვს, შეიძლება ასეც ითქვას და ჩვენს დღევანდელ თამაშში მონაწილეობას მიიღებენ თქვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კვალიტატივის წამყვანები, ასე რომ შემოგვერთდით, დაგვითმოთ თქვენი დრო, თქვენი ფავორიტი წყვილი შეარჩიეთ და უგულშემატკივრეთ მათ თამაშის ბოლომდე. მე კი ტრადიციულად გვირდებით, რომ წინ ძალიან დიდი მხიარულება, გართობა და რაც თავარია, ბევრი სიცილი გველოდება. მაშასე დავიწყოთ თამაში და თავდაპირველად წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ მოთამაშეებს. ბატონი არსენ გვენეტაძე, რომელსაც მარიკა დარჩია დაუწევს ამ შემთხვევაში პარტნიორობა. დიდი მადლობა რომ მოგბრძანდი. ჩვენი შემდეგი წყვილი ნათია ოსანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი და მესამე წყვილი კოტე თოლორდავა და განომელი თაური. სწორედ არ შეიძლება რომ დიდი მადლობა რომ მოხვედით. დიდი მადლობა რომ დავუძახით. ყოვლის ახალწელს გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, წარმატებებს და ასე შემდეგ. და მაინტერესებს როგორია თქვენი სახალწლო განწყობა, ჩვენს თამაშში როგორი შემართებით ხართ, მოწადინებულები რომ ითამაშოთ და ასე შემდეგ. ბატონო არსენ, თქვენგან დავიწყოთ. ჩემი სახალწლო განწყობა ფანტასტიკურია, პირდაპირ გეტყვით, ისევე როგორც არ მინდა გავაუფერულო, მაგრამ ისევე როგორც ყოველი დილა, როდესაც გავიღვიძებ და ან მზიამოვა, ან წვიმა იქნება და სხვა. ყოველი დილა ჩემთვის ბედნიერება და სიხარულია, მაგრამ ახალი წლის მოსვლასთან დაკავშირებული საერთო სიხარული ამას კიდევ უფრო ხდის მრავალფეროვანს და სასიამოვნოს. ამდენად მშვენიერი განწყობით ვარ თამაშს რაც შეეხება. მოვედი და პირველად ვაპირებ ამ თამაშის თქვენთან გამომზეურებას და ნახოთ. რამდენად აზარტული ხართ ბატონო არსენ ზოგადად? სიამოვნებაზე ძალიან ორიენტირებული ვარ საერთოდ. რომ გითხრათ რომ ძალიან აზარტული ვარ, არ იქნება მართალი. აზარტული თამაშების დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ისეთი სულელური აზარტული მიზნები და აზრები მაქვს კოსმოსზე რომ გადის ხოლმე და დანარჩენი თქვენ გაიანგარიშ. კი ბატონო, ქალბატონ მარიკა, თქვენ როგორ შეხვდით ახალ წელს, როგორი განწყობით ხართ დღეს და ასე შემდეგ. საერთოდ დღესასწაულები მიყვარს, დღესასწაულებში გამორჩეულად ახალი წელი. და მართალი გითხრათ, ეს წელი ჩვენთვის მით უმეტეს პალიტრელებისთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ საიუბილეო წელია. მედია პალიტრა 20 წლის ხდება და ალბათ აი სულ თავიდან წლის დასაწყისიდანვე უკვე ეს განწყობა იქნება ყველგან. გამოცემებში, ვებგვერდებზე იქნება რაღაც საინტერესო და ამის მოფიქრების და ასე ვთქვათ, რა ვიცი მე, იმისთვის რომ კიდევ უკეთესად იქნონ ჩვენმა მაყურებლებმა, მსმენელებმა, მკითხველებმა თავი. ბევრს ვფიქრობთ. ამიტომ რა ვიცი, მიხარიათ, ყველა ახალი წელი მიხარია, მაგრამ რაღაც ამ ახალ წელს აქვს კიდევ რაღაც დატვირთვა. საიუბილეო დატვირთვა. საერთოდ თუ გიყვართ გავს თამაშები, ან თუ გითამაშიათ ჩვენს თამაშთან დაკავშირებით? მითამაშია ასეთი თამაში, მთელი სტუდენტობა ვთამაშობდით. ანუ გამოცდილი კონკურსი ყავდა. ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ცოტა სხვა ერქვა ნამიოკობანა. არა, ერქვა პანტომიმობანა. იქ არავით არის სიტყვა, მხოლოდ პანტომიმით უნდა აგეხსნა და არ იყო მხოლოდ პირები. შეიძლება და ყოფილიყო, ну მაგალითად მახსოვს რომ შესაძლებელი ყოფილიყო მაგალითად უბრალოდ თქვა. და ეს თქვა პანტომიმით უნდა აგეხსნა. აი ეს გამოცდილება მესამე ტურში აუცილებლად გამოგადგება. ხო, მაგრამ დიდი ხანი არაფერი მითამაშია, მართალი გითხრა, ღელა. გისურვებთ წარმატებებს, სანერული ნამდვილად არაფერი არ არის, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მხიარულად გავატარებთ დროს. ნათია, შენ გიყვარს ეს ტიპის თამაშები? კი, იმიტომ რომ არის ძალიან აზარტული, საინტერესო. საკმაოდ აზარტული ვარ, ვერ გეტყვი რომ ძალიან აზარტული ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში კი ასეთი თამაშები ძალიან მიყვარს, თუმცა ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს, ვინ გიწევს პარტნიორობას, შეთამაშებული უნდა იყოს მასთან და ვფიქრობ ლაშა გამიმართლებს დღეს და ლაშა, რა სიტყვა? ნახოთ. მე ნათიას პარტნიორობის გამოცდილება არ გვაჩნია, რა შეეხება სათამაშო პარტნიორობას გულისხმობდი, რა შეეხება აზარტული ვარ, თუმცა არა ასე ვთქვათ კლასიკური გაგებით ასე ვთქვათ, ძახია ხოლმე. ფულზე თამაში არ მიყვარს. არ არის საახალწლო თემა, მაგრამ ზოგადად ან აგზავნის ან ქალაქიდან გატანის მომხრეც ვიყავი და ესეთ გაპირებების მახსოვს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მომხდარა. თუმცა სხვა ტიპის აზარტული თამაშები, ანუ მეგობრების წრეში და ასე შემდეგ, იქნება ეს თუნდაც ნამიოკობანად, ასე უძახოდნენ, ასე ვთქვათ, ჩემს სტუდენტობაში ამ თამაშს, ამის გავს თამაშს, ძალიან მიყვარდა, ისევე როგორც სხვა ტიპის თამაშები მიყვარს და ექსტრიმიც მიყვარს და ნახოთ, იმედია ექსტრემალურიც იქნება გასართობად ეს თამაში. ძალიან ექსტრემალური და ახალწლზე უბრალოდ ერთ რამეს დავამატებდი, მე ძალიან მიყვარს თოვლი, ძალიან მიყვარს ციცივე და ძალიან მიყვარს თოვლი.
უცნაურობა მჭირს, ზაფხული მიყვარს ტემპერატურული რეჟიმით, ბატონო? დუბაიში უნდა წახვიდე. თოვლი არ არის სამწუხაროდ. როგორ არის? ხელოვნური თოვლი შეიძლება აქაც იყოს, რა თქმა უნდა. ამასაც მივდებული. უკვე არის. რაც შეეხება ახალწელს, ახალწელი ძალიან მიყვარს, თოვლთან არის კავშირში, თუმცა თბილისში. მოდიებათ იცის ხოლმე, იმედი გაგუზმასებ, თოვლი. მოხდება თოვლი და მიყვარს, იმიტომ რომ მწვანე სიმბოლოა მას, არის ნაძვისხე, რომელსაც ყველას იმედია რომ მაინც ხელოვნური ნაძვისხეთან ერთი ტოტით დაკმაყოფილებიან და არა მთლიანად ნაძვს არ მოიჭრიან, იმიტომ რომ ხელოვნურის ლამაზია და ბევრი საინტერესოა ამ მხრივ. პრინციპში აქვე ვიტყვი რომ ამ თამაშში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად უგებენ პარტნიორები ერთმანეთს და ამ შემთხვევაში თქვენი წვლილი ალბათ იდეალურია. არა? ნახოთ. არა, პოდო. ლოგიკურად ასე უნდა იყოს. და ჩვენ ზადვართ იდეაში, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი თამაში, ამ თამაშს განშტოებები ბევრი, ჩვენ ერთ-ერთი განშტოება ძალიან მიყვარს, როგორც ხო კინოომანას და დედაქალაქის მასშტაბით ლიდერები ვართ, ანუ აშკარად კარგად გამოვხილდა კინოომანას თამაში. კინოობანა რომელია? კინოების გამოც. იგივეა ოღონდ კინოები. ანუ ეწოდობრივ იგივე არ უხმოთ უშუალოდ კინოზე. უშუალოდ კინოზე, ხო. კანო როგორ ფიქრობ, რომელიც წვლილი იქნება შენთვის ყველაზე კონკურენტუნარიანი? იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ ყველას აქვს გამარჯვების შანსი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველანი ვარ საბრძოლო განწყობილი. კი, და ბოლომდე მასულები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავარჩევით, იმიტომ რომ მართლა მიყვარს და უყურებს თქვენ გადაცემას და ძალიან მომწონს, ძალიან გასართობია. ძალიან დიდი მადლობა. აქვე არ შემიძლია არ კითხოთ და არ ვუთხრათ ჩვენს მაყურებლებს, რომ ახალი 2015 წლიდან მე მომივიდა ინფორმაცია, რომ განდა კოტე პარიზატივის ეთერში ახალ შოუს იწყებენ. და ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიხარია ყველაზე მეტად ის ზუსტად რომ 2015 წელი ჩვენთვის იქნება ახალი გამოწვევები პალიტრას არხზე და ახალ ძალიან საინტერესო პროექტი იწყებს. ნახოთ როგორ მიიღებს მაყურებელი. ყველა თქვენგანის მხარდაჭერა გჭირდება მართლა იმიტომ რომ ძალიან სერიოზული და ესეთი რთული არის ჩემი აზრით, ხო? არ არის ანუ მარტივი შოუ არ იქნება. და მე ვფიქრობ, რომ ყველა ასეთ მაყურებელს დაინტერესებს და ნახოთ რა გამოვა. ველოდებით დიდი ინტერესით გისურვებთ წარმატებებს, რა თქმა უნდა. სამივე წყვილს და მას მივხედეთ მაშინ დავიწყოთ ჩვენი თამაში. გემს მივხედეთ. თავდაპირველად გაგაცნობთ წესებს და გეტყვით იმას, რომ ჩვენი თამაში მიმიხვდის 3 ეტაპისგან და 3 ტურისგან შედგება. მე თუ მკითხავთ, პირველი ტური არის ყველაზე მარტივი. თქვენ ხედავთ, რომ მე მაქვს კალათი, ხელთ, სადაც დაახლოებით 50-60 პატარა ფურცელია მოთავსებული, სადაც წერია ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის სახელი. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკოსები, მხატვრები, მომღერლები, შეიძლება ფილმის პერსონაჟი იყოს, ან წიგნის გმირი, ან ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა მათგანი თქვენ კარგად იცით და რაღაცა ისეთი რომ არ იცოდეთ და ვერ ახსნათ, დამერწმუნეთ რომ არ შეგხვდეთ. პოლიტიკოსებიც არიან? არიან, მაგრამ ისეთი მცირე დოზით ამ შემთხვევაში. პირველ ტურში შეზღუდულები არ ხართ არანაირად. მთავარი არ თქვათ უშუალოდ ამ ადამიანის სახელი და გვარი, დანარჩენი რაც თავში ასწრათ მოგივათ ამ ადამიანთან დაკავშირებული თქვით ყველაფერი. დროში ვარ შეზღუდულები, ერთი სწორი პასუხი არის ერთი ქულა, როდესაც გამოიცნობს თქვენი მეწყვილე, ჩააბრუნეთ ის ფურცელი თქვენს პატარა კალათში და რაც შეიძლება სწრაფად გადადით შემდეგზე, იმიტომ რომ თითო სწორი პასუხი ამ შემთხვევაში მოგიტანთ თქვენ თითო ქულას. თუ ყველაფერი არის გასაგები, მე ის გადამჩენი რომ თამაში დავიწყოთ. დრო რამდენი გვაქვს თითო წყვილს? თითო წუთი ამ შემთხვევაში. და საიდან დაიწყება ანუ? თქვენგან უნდა დავიწყოთ, დიახ ბატონო. როგორც თქვენ ყოფილხართ ჩემპიონები. განო, მოდი შენ იყავი ამხსნელი, ჯერ დაუსენი კოტეს და შემდეგ გავცვლით როლებს. კარგი არის. შეც მოგიწევს ვერ გავექცევი. ეს მომენტი გულებრივია მე არ გავექცევი ჩემ პასუხის გამო, მაგრამ და ეხა როგორ შვები, ანუ იღებ ფურცელს, უხსნი როგორც გინდა და რასაც გამოიცნობს აბრუნებ პატარა კალათში. წამზომი ჩაირთო. რო ესვრის ქვას და რო აქ დედი შეგინებაზე რო ესვრის. ისა რეკორდი. პერსონაჟი ხო, სწორი ხარ? წავედი ძალში. პერსონაჟი უნდა ითქვა, განო ფილმი თქვა და პერსონაჟი. ფშხილებში ეწერა. კი ეწერა, მაგრამ პერსონაჟი უნდა. პერსონაჟი. ჩაუთვალოთ. ასოციაციურად უთხარ ვის გაკეთებს. ჭოტია, ცავა კი არა და. ჯოტია კი არა და. არა, სახელი თქვი, სახელი და გვარი. რამეს ასოციაციურად ხوار გაგონებს სიტყვა მიამსგავსე სახელი ან გვარი? გური? არა. ვაიმე. გურუ ბეზნამიოკა იძახის უკვე. არა. ეხა მე ხო ვიცი ეგ რაზეც მეუბნები, მაგრამ არ მახსოვს სახელი არ მაქვს. გვარს მიამსგავსე რამე. ბატონო გაჟამეძინა. ხუთკუნჭულა. გურუ და ხუთკუნჭულა. გურუ ხუთკუნჭულა კორპე. გურუ ხუთკუნჭულა. აბა გურუ ხუთკუნჭულა. დავიღუპეთ ერთ. ამ ფილმში რა შეიძლება რომ
მიემსგავსებინა ვისი პერსონაჟისთვის? მეგრელი ხუთკუნჭულა უკან ნახებთ. ხუთკუნჭულა. ჩვენ ხო შეიძლება მოწინააღმდეგე გემას არა? გაიჭედა всё ის ატლეტიკო. არა, შემდეგი. დურო ხუნჭუ ალბათ. დურო ხუნჭუ, აი მე მაგას ვაუბრე. ეს არის ფლება. ახალი წელია და ხანდახან ესეთები შეიძლება. ეს რა ქვია, ლუკას რო ვადარებთ. ოღონდ ბრუსლი კი არა, მეორე. ბრუსლი ჩხუბები რო უყვარს. ჯეკი ჩენი? არა, მესამე. მესამე პოლიციელებს თამაშობდა ხშირად. დეტექტივი ხო? გავაგრძელეთ. იმის ქმარი, პუგაჩოვას ქმარი რო იყო, გეიც რო იყო და 18 წლის უმცროსი. რუსი. გალკინი. არა, ეგ ბოლო ქმარია, მაგის უკან. ბრაჭნიკოვი. დრო გავიდა განო, ბოლო აღარა მოიღო, სამი სწორი პასუხი აქვს განოსა და კონდეს წყვილს. კი, ლაშას გადააწოდა განო ამ შემთხვევაში. მოპატიეთ, ის მესამე პასუხი გამიგეთ და ჩაითვალა. ფილიპ კირკოროვი თქვა. კი ბატონო, ხო მე ხომ უნდა დავიმახსოვრო ეს, ხო? ისე იგი, ძალიან კარგი. ახალი და არ ჩავთვალა. არა, უნდა ჩაეთვალე, ზოგადად. ვალში ვარ რეალურად. სანამ დავიწყებ, ერთი რაღაც მაინტერესებს. ანუ ჯერ მე უხსნი და მე წრეზე ნათლია. ოღონდ სწრაფად ყველაფერი. დაიდე კალათი. წამზომი ჩავთოთ მაშინ. 1 2 3. დაიწყო. ლექსი, მომღერალი. ლექსენი. კარგია, გავაგრძელეთ. სწრაფად. დაფრინავს. ბევრი სტრობით ამიხსნა. დაფრინავს ბავშვია, ზღაპარია, ნაწარმოებია. ყავსონი. არა, კიდევ დაფრინავს ბიჭია. ბევრს უყვარს პატარა წვანი. სიტყვა მიემსგავსე რამე. ჩთილი და ჰარი პოტერის რაღაცით წააგავს ეს ამბავი, ოღონდ უფრო ძველი დაწერილია. აუ. ნათია, იდეები რაც თავში. სიტყვა მიემსგავსე რამეს და ლაშა ასოციაცია შეგიძლია მიემსგავსოს. პეტერსონი მაგალითად. პიტერ პენიანი. ექიმია, სერიალი არის მასზე. ჰაუსი. კი ბატონო. სწორია, წავედით. სწრაფად. დირიჟორია, მუსიკოსია, კომპოზიტორია. ქალი კაცი. გვარი გამოიცვალა ეხლა ხანს თუ ფსევდონიმი ქალი კაცია, ეხლა ხანს ნიკოლოზ რაჭველი? ხო, ანუ რა ერქვა? აღარ მახსოვს. ამ შეიძლება სწრაფად ქელი. შეიძლება ჩაგვეთვლება? არ შეიძლება? გვარი არ ჩაგეთვლება. აუ, არ მახსოვს გვარი. ნიკოლოზ რაჭველამდე. ხო და გავიჭედი არ მახსოვს. ეს გადავარდა. ლაშა, ვერ გავაგრძელებთ, უნდა თქვას გვარი. აუ, არ მახსოვს გვარი. ასოებით მიუმსგავს. მიმსგავსე რაღაც. მამამისი. რა ვიცი, გასვებით გავს. ფუ, არ მახსოვს. მერმისი. ნიკოლოზ რაჭველის გვარი უნდა გავიჭედო. მონე. დრო გავიდა როგორც კარგი ჩააბრუნე უკან, არ თქვა და ჩააბრუნე უკან. ხო, მაგრამ გავიჭედე და ჩავაგდე. უკან დიდ კალათი. მანი ფაფაულა. რამდენი გამოვიცანი? 3 არა უშავს. კარგია, უშა გავაგზავნე. 3-3. ჩვენ 4 არ ვთქვით? 3 ვთქვით. რატომ ასოც? ალბათ შემდეგზე. ესეც უნდა ჩავაგუნებიეს, ჩემი არ არის. გეთაყა. გადავდივართ ქალბატონი მარიკას და არსენის წყვილზე, იმედი მაქვს გაჩარდ, წარმატებას გისურვებთ ბატონო არსენ, ქალბატონი მარიკა წამწამით ჩაერთო. კაცია, პოლიტიკოსიც იყო, ყველაფერს აკრიტიკებს, აი რეკლამებზე ქონდა ყველაზე ესეთი ისა. მეგრული გვარი აქვს. ხო, აი. აბა რაღაცას ხო არ გაგონებთ, რამე სიტყვას გვარი. კრიტიკებს აღარ არის პოლიტიკოსი. არა, ეხლა არა ცოცხალია რა. რა საქმეა? რა საქმეა, ლიტერატორია. აი, ნუ ქალბატონი მარიკა, აბა იქნებ მივამსგავსოთ რამეს. ლიტერატორი კიდე. გვარი. რამე რაღაცას ხო იამგვარი გვარი. აი, ჯონ ჯოლი. ვინჯილია იყო ერთი. ჩვენ გავაცი. გალათაში ჩადეთ ვინჯილი. არა, რაღაცი ერთად არის. ხო, ეს თავს გავიგე. ძალიან კარგი რეჟისორია. აი, საინტერესო ფილმებს არა. ამერიკელია, ცოტა უშნოა, სათვალეებიანია, დაბალია, მაგრამ ქალები ყავს ძალიან. რამე ხო არ გახსენდებათ ფილმი რომელიმე? და გვარი სახელი რასებს გვამსება? ალენ დელონს მაგალითად. ებრაელი. მოიცა, ვიცი, სუკანი დაბალია, მაგრამ იმას ვერ ვამბობ. შეიძლება ითქვას რომ სუკანია უფრო შეგარად, მაგრამ მოიცა, ბერგ არა, ცოცხალია ეხლა. სუყია. ახალი ფილმი გადაიყო, ეხლა მე ფილმებში არა ვარ ძალიან. გვარ სახელებში არა ვარ მაგათთან კარგად ამდენად. რაღაცას უნდა მიმიგვანოთ გვარი სახელი, თუ გინდათ რომ თქვა.
ალენ დელონი გითხრა უკვე ეს გვარს გავს როგორც ვიცი და აბა სახელიც რამე ისია გაგრეული სახელი ეს აკითხება სახელი და გავიდა საკითხი რო როგორც კარნახობენ ვუდი ალენი ხო არ არის კაცო რა ვუდი ალენი ხო კარგით გავიმოწმე ის არის რომ მივედით სწორ პასუხამდე ორი სწორი პასუხი ამჯერად ბატონი არსენი და ქალტონი მარიკას ეს რაღაცა ძალიან რთული თამაში რთული მაგრამ სახალისო და ძალიან საინტერესო ვაგრძელებთ რა თქმა უნდა ამჯერად უნდა გავცვალოთ როლები ეს ფლანგი იქნება ამხსნელის როლში ხოლო თქვენ გამოიცნობთ ამის საწინააღმდეგო ხარ არაფერი მაგაზე ვერც ვერაფერი ოტე მზად ხარ იმედი მაქვს აბა სტანზომი ჩაირთო უკვე ჩაირთო სწრაფად უკვე ჩაირთო კარგი ის არის რა ქვია ის არის რა ქვია სვანია და ის ხო კაია გავიდეთ ხარა ეს უცებ ანუ ის არის კომპოზიტორია ჩაი რუსი კომპოზიტორი ჩაი ჩუკოვსკი ჩაი კაცო ჩაიკოვსკი გავს ჩუკოვსკის მე მამონგერალია ქართველია ეს ელენე ხურცკაია ელენე არა ოღონდ სახელი ხურცკაია დიანა ჩქარა შემდეგი აბა კოტე სწრაფად აი გოჭია ნიფნიფი ნუფნუფი ნაფნაფი ჩქარა შემდეგი ტემპში კი ეხლავე როგორ ძალიან კარგად მოკლავს ეს არის საფიობი რა არის ჰარისონ ფორდს მებზე რო გაჩებოდა კუკარაჩა კინო კუკარაჩა ეს რა ქვია მსახიობი ქართველი კუკარაჩა ქართველია ქართველი კიკინიანია ამერიკაში იყო ჩამოვიდა კუკარაჩა ის მურტალოა სხვაგან წავედი ისა რა ჰარისონ ფორდს მებზე რო გაჩებოდა აეროპორტში კაი მიამწევს გვარი სახელი უჩა უჩანეიშვილი ნანოაში ძალიან გავაქცევი შეგაიდა როგორც კარნახობენ კოტე ბოლო ჩააბრუნე დრო გავიდა 5 მოვასწარი ჩააბრუნე 5 მოვასწარი არა უნდა ჩააბრუნე გადააწყვეტ ნათიას კალათი და 5 სწორი პასუხი განოსდა კოტეს მშვენიერია ძალიან კარგი 4 თუ 5 იყო ჩაიო რაღაც ჩაიო და კოვსკი უნდა და მარტო 5 სწორი პასუხი და ჯამში 8 ქულა რაც მშვენიერი შედეგია ნათია და ლაშა მზად არიან ბატონო 5 ჩაი ჩასაფრებულია ჩასაფრებული თქვენც ითვლით პარალელურად აბა არა ველოდები თორე ბატონო ნათია მზად ხარ გაგვიღიმე და წავიდა არა მაგრები ხართ ასტროლოგი კაცი ძალიან ცნობილი საგარელი კი ბატონო პოლიტიკოსი მუშას გავს მისი გვარი გვარი ხო ნათალაშვილი არა მუშათა პარტიის ხალი კაცია კაცია მოკლედ ახალგაზრდა სამუშია კი ბატონო ეგ არის ვერადროს ვერ გამოვიცნობდი მომღერალი რუსეთში მოღვაწეობს ქართველი რაღაც კრიმინალში იყო გარეული აკაციონზე მღერის ხო ეგ არის მოკლედ ნიღბით მღერო და ყოველთვის კი ბატონო ეგ არის კარგი ბიჭი ხარ მოკლედ მსახიობი ძალიან ისეთი ელეგანტური ხალი სოფოს გავს მისი სახელი სოფი ლორენა კი ბატონო სოფოს გავს ხო ნუ არ არის ზუსტად მოკლედ მხატვარი ლეონარდო დიკაპრიოს ლეონარდო და ვინჩი ხო მოსახელი ასე ვთქვათ მომღერალი მოკლედ მომღერალი რუსეთის პრეზიდენტის სახელი ურევია მის სახელში ასე ვთქვათ ვლადიმერ ვისოცკია არა სხვა ვლადიმერი არა რუსია ისე კი სახელი ვლადიმერია პრეზიდენტის ხო იქაურის ხო არა გვარს გულისხმობდი კირკოროვი არა კირკოროვს არა ვლადიმერი იმედია სწორად ხსნა რაღაცა არ მეშლება ვლადიმერი ვინ ქალზე არა მო ხო დროი ქალზე ამ კი აუ მიდი რა გეხოცები გვარი გავიდა ჯვარი შეგო ვეცი სწორად რა ნათია ბოლო ჩააბრუნა რასპუტინი რასპუტინი შეიძლება არასდროს დაგიხსენე არა რასპუტინზე უნდა უთხრათ რასპუტინი და რასპუტინი ხო და ნუ აი ზუსტად არ ვიცოდი მე სახელზე წავედი შენ გვარი ხო არა შეიძლება რამდენი სწორი პასუხი გვაქვს 6 სწორი პასუხი გაქვთ კი მაგრამ ერთი რაღაცა თქვენც მინდა რომ კითხოთ ამ შემთხვევაში სოფი ლორენთან დაკავშირებით რამდენად თვლით რომ არის ახალი წელი არა უშავს რა როგორც თქვენ ჩათვლით არა რა თქმა უნდა ჩაათვალო
რამდენად თვით რა? თქვენ არ გითხარით სოფიას ხო ერთგივეა თუ არაო და არ არის ერთგივე. რამდენად თვით რას რო? ანუ რამდენად თვლით რომ სოფი ლორენი როდესაც ახსნა სოფოს გავს სახელი. ახალი წელია. არა, რა არ შეიძლება. სხვადასხვა სახელი. და საახალწლოდ გადაარის და თუმცა სახელი სხვადასხვა. ოღონდ ეს სახელი აშკარად დაახლოებით ეხლა რომ სადღაც იმ შემდეგ ჩვენ დაგვეცი. მარიკა იყოს სამ შემთხვევაში საბოლოო ვერდიქტი. გამსაჯეთ ხალხთან. მაინც სხვადასხვა სახელია არა, ჩემი. მე მგონია რომ ეხლა საახალწლო საახალწლო შეიძლება, აბა რა თქმა უნდა. თქვენ არ გითხარით დარეჭხუბოთო? დავიწყოთ ახლა. კარგი, მაშინ ჩავთვალოთ და 6 სწორი პასუხი მადლობა. და ჯამში 8 ქულა. გადავდივართ ბატონ არსენთან. მომღერალი. უკვე პუტინის გვარია სენატოში მაშინ. ჩვენ 3 ქულა გქონდა ხო? რასპუტინა. точно. მაგრე რა ძნელი გამოსასწრობი იყო. ეს უკვე იმდენი ხარ. გამათეთ. ხალის თავი სამკაულად არის. საკითხზე. ეგვიპტიდან. ნეფერტიტი? Yes. სწორია, გავაგზავნე ბატონ არსენ. ხო არ იყიდებდნენ მაგას მედროის მონტანი იყო იცოდა. მომღერალი კომპოზიტორი საშინელი. ცოტა ხანს გიტარაზე უკრავს. სუქანია ერგ სადაურია. ქართველია აქ ჩვენთან გიტარაზე უკრავს. და თან ისიც იყო ერთი პერიოდი პარლამენტშიც ერგემლიძე. Yes. მე არ მგონია ერგა. ბიჭო, ახლა ყველა როგორ ჩვება ისე შევმეც. წამყვანი ერგი ერთეულია ეს რაღაც. გამხდარია სათვალეებით რა მიყავს ბატონო არსენ? ქართველი. თავისი შოუები მიყავს ქართველი ჩვენთან პირველ არხზეც იყო მეფის ჩვენი მეფის სახელი მისი სახელია და გვარი რამეს გაგონებს? გვარი მაგალითად სიტყვას გაგონებს ცაგარელი რომა მინდა გვარი. ვაი. გავწევ თამ სახელი ქართველი მეფის. თამარ ცაგარიშვილია. ეგრე რა. ერთო ჩემი. საახალწლოდ ყველას ოჯახში ვისთანაც მივასწავლე. Yes. გავიდეთ რომ როგორც უკან ნახავენ ბატონო არსენ ბოლო ფურცელი ჩავაბრუნოთ ჩავაბრუნოთ, ბატონო. 5 სწორი პასუხი აქვს რა შენად ბატონო მარიკას და რაღაცა მოვახლეთ. გამიხრა ქულა ჯამში. არ ვიტყვით სახელი თამარი და არა, წამყვანი. სანამ გაგაცნობდეთ პირველი ტურის შედეგებს, აბა როგორია განწყობა მითხარით, რამე დავწყნარდით. პირველი შეხურება უკვე მივიღეთ. კოტე. ბატონო, სასიამოვნოა. დავარი რომ ანუ ამ მეწყვილეს ასურჩო კარგად მიდის. პროფესია. რაზე გამახლოს პრობლემა. მეწყვილებს ჩვენიერი ყავს რა, რამე არ არა, მეწყვილებს არ ასურჩო. მე რომ რა ყველა თანაბრად მივდივარ, ეს აზარტი. იტყუება არ უხარია საერთოდ. კი ბატონო, მაშინ გადავავლოთ თვალი პირველი ტურის შედეგებს. გადავავლოთ. ახალ წელს როგორც ჩანს, სასწაულები მარსაც რომ ხდება და რაოდენ გასაკვირის არის, არ უნდა იყოს სამივე წელს ამჯერად აქვს 8 ქულა. ასე რომ ყველაფერი არის წინ. მეგობრობა. მეორე და მესამე ტურში თქვენ გეძლევათ იმის შესაძლებლობა. ჩვენ არა, ჩვენ 9 9 ქულა. 2 ქულა არა, გქონდათ. პირველში 3 აი ჩემი კამერა. მე არა ჩვენ შეიძლება გადავამოწმოთ. მე და განოს არა, ყველა თქვენ 3 ქულა. ქულა. ბატონ არსენ, პირველად გქონდათ 3 და ეხლა დააგროვოთ. კალათში გადავამოწმოთ. 5 დავაგროვეთ. 3 და 6 უნდა კონდეს. კარგი, წაგვიკითხე მაშინ რა კი, ეპია. რა თქმა უნდა. მე თყოლა არ მithქვა საზაფხული ვარგა. კი ბატონო. ლექსენე. პიტერ პენი. კი ბატონო. და გაგუჩერდა მაგრამ აი. და ეკინე ჰამოს. დავდგოთ ასე. აჰა, შვენიერი 3 ქულა გქონიათ. ანუ ლიდერი გამოვკავე. ანუ ლიდერი გამოიკვეთა, ძალიან კარგი. პირველი ტური ამით მიუახლოვდა დასასრულს, თუმცა ყველაზე დიდი საინტერესო და მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ გველოდება წინ, რაც არის მეორე ტური, რომელიც შედარებით უფრო რთულია და მესამე ყველაზე სახალისო. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს, მაყურებლებო რეკლამას დავუთმოთ სულ რამდენიმე წუთი და დავბრუნდებით ძალიან მალე პალიტრა ტივიზე დარჩით და დაგველოდეთ. პალიტრა ტივის ეთერში გრძელდება გასართობი შოუ მიმიხვდი და დავბრუნდით მეორე და ცოტა უფრო გართულებული ტურით. როგორია განწყობა? ძალიან მიხარია. საბრძოლო შემართებით, რაც თავარია პირველ ტურში. საბრძოლო რა მაქვს საბრძოლო სასიამოვნო თავარია წავედი. უნდა გავერთოთ რაც თავარია, იმიტომ რომ ახალი წელია და ჩვენი კარგი განწყობა უნდა გადავდოთ ჩვენს ერთგულ მაყურებლებსაც.
მეორე ტურში ცოტა უნდა გავართულოთ წესები. ამ შემთხვევაში ისე თავისუფლად და ბევრი სიტყვის გამოყენებით ვეღარ აუხსნით თქვენს პარტნიორს იმ პიროვნებს, რომლებიც ამოგივათ და უნდა გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა. იმ შემთხვევაში თუ კი ორი სიტყვით აუხსნით, დააყოლებთ მიმიკას, პანტომიმას და ასე შემდეგ, მომიწევს თქვენი დაჯარიმება, ავტომატურად წყვილი შეწყვეტს თამაშს და სვა გადავა მომდევნო წყვილს. ღიმილი შეიძლება? ღიმილი აუცილებელი თუმცა ეგ მიმიკის ნაწილია. თუ ყველაფერი გასაგებია, კვლავაც ერთი სწორი პასუხი ერთი ქულა და დავიწყოთ. კოტე. კოტე? ამჯერად კოტე. ანუ ერთი სიტყვა მხოლოდ და მხოლოდ. კაცრი წესი გვაქვს ესეთი, რა ვქნა, საახალწლოთაც ვერ ვარღვევთ. შეიძლება ხო რაღაც გვარის მიმსგავსებული სიტყვაც ითქვა. გვარის მიმსგავსებული სიტყვა შეიძლება, მაგრამ სახელი და გვარი არ შეიძლება და რაც თავარი უნდა იყოს სიტყვა. შენი მოგონილი სიტყვა არა. ამ შემთხვევაში სიტყვა რომელიც არსებობს. კოტე დავიწყეთ, წამზომი ჩაი. დავწავიდა? კი. ჩაი. ჩაიკოვსკი. ხო. ხო, აღარ არის ძველ მაგის. ერთი სიტყვა? ერთი სიტყვა. პუტინი? ესა, ბაინე. ესა მომღერალი ხო? მომღერალი იყო, ქალი მომღერალი იყო, ჩაფიქრებული. კოტე ისეთ სახელი იყო თან. აი, განო. არა უშავს. ჩამოყარე ვერსიები, იქნებ მივიდეთ. აბა, პუგაჩოვა ვერ იქნება, ეს რა ქვია, რუსი მომღერალია. აბა, პუტინი. რას გაგონებს? გაიხსენე, განო, როგორმე უნდა მივიდეთ ამ ვერსიაზე. რუსი მომღერლები, აბა, ვინც გაგახსენდება, ვინც თავში აზრად მოგივა, ყველა გვიხარი. ხო. აღარ შეიძლება. გამალე თუ შეიძლება ფურცელი. აბა განო. პუტინი, ითქვა თან. პუტინი სახელი კი არაო, ქალიაო, გვარი დგავსო. აუ. მომღერალი? გრამადლიანა. გავიდათ რა. არა უშავს, მე რა ვქნა. ძალიან აირეკა თამაშია ის ხო არ არის ხა. ჩაბრუნე კარგი არ იყოს, რა არის მოტრიალი. ნათიას მიეც კალათი და ერთი სწორი პასუხი აქვს ამჯერად განოს და კოტეს. არ მოიწყინო განო? არა რა თქმა. გაიღიმე ახალი წელია, კარგად ვართ, ვერთობით და იწყებს ნათია და ლაშას წყვილი. წამზომი ჩაიწყო. კარატისტი. ჩაკ ნორის. ეგ არის. ერთი სიტყვა მხოლოდ. პუტინი. რასპუტინი. ეგ არის. რასპუტინა. ხო. სახიობი. ლაშა, შეგიძლია გაიხსენო სახიობი, ვინ ამოვიდა და ყველა ჩამოთვალა და მივიდა. საჭამო ისტორიკი, მაგრამ სახიობი. სახიობიო. აბა გითხარი ხა, ვინ ამოვიდა სახიობი, გაიხსენე? ეგ არის. თან თვითონ ამოვიდა. უსინათლო. სინათლო. აბა. ხო. ამასული იყო. აი ხა შენ არ უსმენდი. უსინათლო. პირდაპირ ვიცი. ჩამოყარე ვერსიები რაღაცები თქვენ. რეი ჩარლზი, ფილანდერი, მე არ წიყვარ. თემიდა რა ვიცი. აბა. სინათლო არ არის ფლატო არა მაინც. გავიდა დრო. არ თქვა და არ უსმენდი. სამი სწორი პასუხი ლაშას და ნათიას. ბატონო არსენთან არის უკვე კალათი, ქალტან მარიკაც სად არის და წამზომი ჩაირთო. დავიწყოთ. ერთი სიტყვა. ხატვარი. აბა გავიხსენოთ ახლა ქალტან მარიკა, ვინ ამოვიდა მხატვარი? ეს თამაში ამოსული უნდა გავიხსენოთ თუ საერთოდ თამაში არა, თამაში ამოვიდა. კი, ერთადერთი ამოვიდა. მე მგონი რომ ზოგადად ჩამოთვალეთ ვერსიები, რაც თავში აზრად მოგივათ, გაიხსენეთ ქალტან მარიკა და იქნებ როგორმე მივიდეთ სწორად. მისი სახელი თქვენს მის. თქვით რა შეგიძლიათ რა ვერსიები, რაც თავში აზრად მოგივათ, საერთოდ განოსი არ იყოს, არ მახსოვს. ხო გემართება, ზოგჯერ გათიშვა და ხატვარი, აბა ვინ შეიძლება იყოს? ქართველი იყო. არა, ქართველი. არა. ჯარიმა. არა. მეორე თქვი და ჯარიმა. გავაგრძელეთ. ჯარიმაზე რა ხდება? რატომ? არა, ჯარიმა არ ხდება ახალზიგე. დაესახმეთ რომ არა. ჯარიმა ეგეთია და წესი თუ გინდა ეგეთი. თოთ არ მახსოვს მხატვარი იყო თუ. ლეონარდო და ვინჩი თუ არ გახსოვთ, მაშინ წაგებული. ხო. თქვით ვინც იყო? ხო, რა აზრია, ხა ვაწყვალო არა. მაშინ გააგზავნეთ, რაც რო დაგჭირდა და იმ კულას ჩამოგაკლებთ. კი ბატონო. ეგრე შეიძლება? არ შეიძლება. სვანი. აბა. ახსოვს არ კაიგუნია სვანი. ხო. გამოვარი. გავიდა დრო როგორც მათ.
პოპლუარის ერთ არ ყოფილა. ვაგრძელებთ მეორე ტურს და კვლავ ვცვლით როლებს. განო, შენ დაუწყებდე კონტეს. მხოლოდ ერთი სიტყვით ის პიროვნებები, რომლებიც შეგხვდება და მზადხარ. კოტე. ყველას გამოგიწევ. დოგო უცებ. მაშინ სამზომი ჩაირთო. ლექსები? ლექსინი. კარგი ხარ? სადაც გინდა იქნება გააგრძელი სწრაფად. ასტროლოგი? საგარეჯო. კარგი ხარ? ალენ დელონი? ამასული. ნეტი არ გინდა. დავისაუბროთ. აუ, დამოვიწმე. ქართველი ალენ დელონი კიდე. რუსი. განო არაფერი არ ანიშნო და არაფერი აღარ. ეს გახსენე, ხო ყველა სახსენე. კოტე გაიხსენე, აბა ალენ დელონთან დაკავშირებით ვინ გავს, ვინ ჩამოთვალე იდეები. გავს ვერ ვიყრი ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იდეები ჩამოთვალე, რაც თავში აზრად მოგივა. ჩამოთვალე, კოტე მივიდეთ იქნებ სწორ ვერსიამდე. ნახსენები რამე, ამოსულია, ახსნილია. ალენ დელონი აბა? მსახიობი. აბა, განო გაკვირდები არაფერი უკარ ნახო? ჯოტიაც არის. ხანხა იქ რა არის გაიხედე რაღაც? არა, არ გავიხედე. მე თუ გავიხედო კამერებიც არ გაიხედო, განო ასე რომ გავაგრძელოთ. კოტე, როგორმე მიდი. ივიცი მაგრამ გავიდა რა ვიმატობინებენ, არა უშავს. ჩავაბრუნოთ, ორი სწორი პასუხი განოს და კოტეს. ჯამში კი 3 ქულა, პრინციპში არ არის ცუდი. ლაშასთან გადავიდეთ. მხოლოდ ერთი სიტყვა ლაშა, იმედი მაქვს ჩვენი წესი გახსოვს, ნათია თუ მზად ხარ? ვარ, იმედია. სამზომი ჩაირთო. სვანი. ჩაჭულიანი? წავიდე. ალენ დელონი. ვუდი ალენი. ექიმი. ჰაუსი. სულ თავისი ამოსდიან. სულ მართლა. პუგაჩოვა. კირკორავი. რეკორდი. დურო ხუნჭოა. სუპერ. მომღერალი. აუ. ის სოსო პავლეაშვილი? თავის ხოჭა. რეჟისორი. რეჟისორი? ვინ იყო? ნათია გაიხსენება რეჟისორები, იდეები, ჩამოყარე რაც თავში აზრად მოგივა. რეჟისორი. ჩამოყარე, თორე ესე იულად. ქართველი არ იყო ალბათ. არის აბა? მახსოვს. რეჟისორი ვინ ამოვიდა, გაიხსენა? ეს დამოსულია მე არ მახსოვს მაგრამ. გავიდა დრო როგორც რეჟისორი მათყობინებენ, არ მახსოვს არაფერი ამოსული. მოდი შევამოწმოთ. არ თქვა რა. არა, რეჟისორი ვინ არის? თქვით აბა. ალენ დელონი. არა, კაცო. ვუდი ალენი უკვე ვთქვით და კიდე ვინ? გაჭვლიანი. ვინა? კი, როგორ არა, კოტე. რა გვარი? მე გამოვიცანი სუსუპიროგი. რეჟისორია უჩანი? არა, ეხლა რეჟისორი ამ შემთხვევაში. რეჟისორი არ ყოფილა მეტი და უჩანი. სიჩუმე თუ შეიძლება. გეთქვა. ლევან უჩანეიშვილი არ არის რეჟისორი, არის მსახიობი, იყო ამოსული, როცა კოტე მეორე სიტყვის უფლება არ ქონდა. კი ბატონო, 6 სწორი პასუხი აქვს ნათიას და ლაშას, გამომდინარე იქიდან რომ ალენ დელონი არის 2 სიტყვა, გაკლებთ 1 ქულას და გრჩებათ 5. განოს და კოტეს შემთხვევაში არ გავამახვილე ყურადღება, იმიტომ რომ ისედაც ვერ გამართალი. მართალია. აქედან გამომდინარე 5 ქულა ჩაგეწერათ თქვენ. აქ შეიძლება და იქ შეიძლება და მაგრამ მე რა არსენ. ერთი სიტყვა. ითქვა უკვე. ბიდი. არა, არსენი არ ითვლება, რა თქმა უნდა, გავაგრძელე. დაფრინავს. პიტერ პენი. სწორია, გავაგრძელეთ. თქვენ როგორ თქვით და? ერთი. პოლიტიკოსია. სამუშია. არა. არა, ვინჯილია. მედი. აბა, ერთი სიტყვა გოჯი. მარიკა. ნაფლაფი. სამივე თქვი, რომელიმე იქნება წავედი. მედი მაგ ყველას გამოუცნო, ოღონდ მითხარი. ნიღაბი. ნიღაბი, აბა, ნიღაბი. ნიღაბი. უცნობი. სწორია. უსინათლო. ღურწკაია დიანა. აბა, ერთი სიტყვა გავიგე. რაღაცა თქვით ორი ცალი. ერთი სიტყვა. ზეპირად ვიტყვი. ერთი სიტყვა. ერთი სიტყვა. კუჩხი ბედნიერი. მეკულე. ქალბატონ მარიკა დრო გავიდა, კუჩხი ბედნიერი, რა თქმა უნდა, არ შემთხვევაში არ ითვლება და 5 სწორი პასუხი დაგვრჩა. ჯამში 6 ქულა. ჩემთვის მეგრული სიტყვა და ერთი მეგონა. ბედნიერი ქართველი და მეგრული.
მან დარჩენილი იქნებოდა სამუშია და დარჩენილი იქნებოდა კიდე ისა ბატონო არზე როგორც ჩანს ძალიან კარგად დაგიმახსოვრებია გვარიდან ეს მეგრული დამილაგეთ უყურეს პირად გეტყვით უყურეს ზოგად მითხარი რა გინდა მეორე ტური ამით მივახო და დასასრულს და სანამ გადავიდოდეთ მესამე ტურზე ბატონო არსენ რომელი ტური უფრო გაგიჭირდათ ამ შემთხვევაში ცოტა გამჭირებია ზღარ ყველაფერი კარგად მიდის ჩვენ ახლა ეს ყველაფერი სწავლობთ ქალთან მარიკა თქვენ რა სიტყვით ისე არის რომ შეიძლებოდეს მისმაგრირათაც ვიტყვი და ძალიან გულისხმდება რომ არ მითამაშია იმიტომ რომ თუ აღმოჩნდა რომ მართლა ძალიან სახალისოა და twinისთვის კარგი სავარჯიშოა მაგრამ მართლა დიდი ხანია არ მითამაშია მე მივხვდი ერთ რამეს ქალბატონო მარიკა თქვენ თამაშობთ პანტომიმებს მუნჯურად და ამიტომ თქვენ მუნჯურად რომ გეტყვით აი მესამე ტური იქნება იდეალური ქალბატონი მარიკასთვის განშერა სიტყვი კი მე რა უნდა ვთქვა ძალიან მიყვარს ეს თამაში და სასაცილოა სახალისოა და მე ძალიან ვერთავი და მაგიტომაც მინდერობ ფოტოშორის ესე იგი მეორე ტური მივახო ეს აგროვით მოამბობ თორე ძალიან ბრაზიანი კაცი ძალიან მიდერობ ჩვენ და ვიღაცა არ იყო ბრაზიანი ეგრე სად არის აბა მიდი ჩვენ არ ვთმობთ არა სუპერ არა აბა რა ხდება გითხა თუმცა ორი წიკის აქეთ იქიდან ხო იცი რაღაც თავის და ჩაიპისო მაგიტომ თამაშობს და გადავალოთ თვალი შედეგებს მეორე ტურის მონაცემებით ლიდერობენ ლაშა და ნათია 8 ქულით 6 ქულა აქვთ ბატონ არსეს და ქალბატონ მარიკას და 3 ქულა აქვთ მეორე ტურში კოტეს და განოს რაც შეეხება ორი ტურის ჯამს 17 ქულით ლიდერობენ ლაშა და ნათია 14 ქულით მათ მოყვებიან ქალბატონ მარიკა და ბატონ არსენი და 11 ქულა აქვს კოტეს და განოს თუმცა მესამე ტური არის ისეთი აქვე გეტყვით რომ მესამე ტური როგორც წესი არის ხოლმე ყველაზე გადამწყვეტი და ჩვენ ძალიან ხშირად გქონია შემთხვევა რომ ბოლო ადგილზე მინიმალური ქულების რაოდენობით ყოფილი წყვილი გამხდარა მესამე ტურის ბოლოს გამარჯვებული ასე რომ ყველაფერი წინ არის გისურვებთ წარმატებებს ჩვენს მაყურებლებს კი სულ რამდენიმე წუთში მესამე ყველაზე სახალისო და უკვე გადამწყვეტი ტურით დაუბრუნდებით გრძელდება მიმიხდი დაუბრუნდით მესამე ყველაზე გადამწყვეტი ტურით. მე გვყვირდებით რომ ჩვენს მოთამაშეებთან ერთად ახლა თქვენს ჩვენი მაყურებლები გულიანად იცინებთ და გაერთობით, რადგან მესამე ტურში ჩვენი მოთამაშეები სულ ცოტა ხნით უნდა დავამონჯოთ, შეიძლება ასეც ითქვას. თქვენ მესამე ტურში გაქვთ ყველაფრის გამოყენების უფლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოვიღოთ ხმა. შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ მიმიკები, კი ბატონო კოტე, ხელები, ფეხები, შეგიძლიათ იცეკვოთ თუ რამე რეკვიზიტი ან დეკორაცია მოგეწონებათ და მიახლოებულია იმ ადამიანთან, რომლის აღსაც მოგიწევთ, შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ ჩვენი დეკორაციები. მოკლედ, გააკეთეთ ყველაფერი, უბრალოდ არ ამოიღოთ ხმა. გასაგებია მაგრამ ყველაფერი. ამ შემთხვევაში წესი იცვლება იმ ხრივ, რომ ერთი სწორი პასუხი არა ერთი, არამედ უკვე ორი ქულის მომტანი იქნება და როგორც გითხარით, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ დავწინაურდეთ. ლიდერები იწყებენ ამ შემთხვევაში მესამე ტურს, ასე რომ ლაშა შენ უნდა მოხვიდე ჩემთან. არ დაიწყოთ გეთაყვა თქვენ ბუხარზე მან? ვეცდები. შაშკისუნი ამოიღო. გასაკუთრებით ჩემებზე არ უნდა წამეკიდოს, თორე არ იქნება ჩემი საქმე კარგად. კი. ნათია სულ 2 წუთი გაქვს ამჯერად, მაგრამ ხმას არის. თითო ქაღალდზე თუ ჯამში? ჯამში რა თქმა უნდა. ხმა არ ამოიღო ლაშა და ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. ყველაზე რთულია ჩემს ხმა არ ამოიღო. მაგას ჯერჯერობით ვერც და ხელისუფლება ვერ მიაღწია, ასე რომ თქვენ თუ მიაღწევთ. როგორმე უნდა მივაღწიოთ. წამზომი ჩაირთო. ნიკა მემანიშვილი. ჩაიკოვსკი? კი. გავაგრძელებთ. დაუჭირე ეს. კი, მომეცი დავუჭე. სწრაფად. მომღერალი რასპუტინი, არა. დიანა ღურცკაია იყო მომღერალი, სასო პავლიაშვილი, ლექსენი. ვაიმე? ნათია ვერსიები. წეგან მე რომ მითხარით ეს არის ის. ნათია ვერსიები. ვაიმე აზია რა. კითხე, ქალია, კაცია, მსახიობია, ასე შემდეგ. შეგიძლია კითხო ყველაფერი. ჯეკი ჩანი კი არ იყო ის. ვიღაცა იყო წეგან. არ გავს. თქვენ არ დაეხმაროთ? ვაიმე ვერ გებულა მინდა. ანუ გაქანება ჩაკ ნორისი. გავს ჯეკი ჩანს. ვაიმე არ ვიცი. მაგრამ არის არის კაცია ხო? მსახიობია? ვინ იყო მსახიობი არ მახსოვს. სასო ჭაჭულიანი? გადავიდე. გაგზავნა. დიდი სწრაფად. დაუჭირე ეს ყუთი. ამართმევს ქალბატონ მარიკა და რა ვქნა. ნეფერტიტი. ხო. სწრაფად.
გავს ვინ არის ახლა რომ უგრავს რაზე უკრავს. გავიდა ლაშა ჩაბრუნე. მაგას მე ვიტყვი. 4-2 პასუხი და ჯამში 8 ქულა დააგროვა ლაშამ და ნაციამ, რაც პრინციპში ცუდი ნამდვილად არ არის. განო, მოდი ჩემთან. მე მესამეზე ვარ. არა უშავს. დაჭულიან მაშინ შეგვაყოლნა. ზაცხალი მედია. კოტე, აბა შენიცი. წამზომი ჩაირთო. ცაგარელი. კოტე, კითხე, ხალია, კაცია, მსახიობია, მომღერალია, ყველაფერი კითხე, რაც სათვალეებიანი ვერ ხედავს? კურთკაია. ხედავს? ასტროლოგია? კამერაზე განიშნებს. ოპერატორი, რეჟისორი ოღონდ. უდი ალენი, სათვალეებიანი. ალენდელო. მეტი არ ამყოფილა და. მეკვლე. წავედით. მაგარი ხალი, მაგარი ნაშა. უცნობში მაგარი მზე, მაგარი ხალი. განო, რომ სხვაცა ნიშნე. მომღერალია. ძუძუ სახიობია. ძუძუ ანიშნა და რა ქნას მეტი. ხალია, მივხვდით, აბა კიდე. ჩვენ რაშვაში ვარ უკვე სოფი ვარენი. აბა რა. საფათ. წვერებიანი. წერალი. ყრუ. მაგარი მოზგი. და მაგარი მოზგი? მათემატიკოსი, მსახიობი, წერალი. არ ვიცი როგორ პოლიტიკოსი. უტო აქვს. კაცია, მივხვდით. კაცია. ეს უნდა კონდეს. თუმცა რა პროფესიით მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი, პოლიტიკოსი, გმირი მულტფილმი? მათემატიკოსი, ფიზიკოსი, მეცნიერი. აბა აი სადარისა. ახლოს ხარო. ახლოს რო ვარ გავიდა გავიგე. დრო. ჩააბრუნე. არა უშავს, არ თქვა ვინ იყო. 3 სწორი პასუხი და 6 ქულა განოს და მოდეს. ლეო. ქალკან მარიკა მობზანით ჩემთან. გამოიცნე. ლეონარდო და ვინჩი. არა. აბრება. აი უიმე და ეს მე გამოვიწყდა. წერებიანი არ იყო. ვინ იყო? ანუ როგორ არის რაღაცა დამზე იყო. რატო? არ თქვა რა. არა, არის დავუშვეთ აბა ძამძამი ჩაირთო, ბატონ არსენ მოემზადეთ. ის მაინც რო არა. უსმინე. ხო იცით. ბატონ არსენ კითხეთ, ხალია კაცია. მომღერალი, მამაკაცი, სოსო პავლეაშვილი. აბა კიდე ვინ იყო მომღერალი მომღერალი მამაკაცი, ერგემლიძე იყო ერთი. ეგ არის, მაგი გიტარით. აბა, რამდენი რეკვიზიტი მოგეწონათ? ასტროლოგი. ცაგარელი. კარგია. ვინჯილია. ეგ რა ნაირ გამოიცეთ. რა არ ერთავია. ჯეკი ჩანი, ისა ჩაკ ნორის. სწორია. წავედით. არის, ახლა ვარ. სამუშია. მომღერალი ქალის მამაკაცი მომღერალი სათვალით ისა კირკოროვი ალბათ მომღერალი მეტი არავინ არ არის მომღერალია მამაკაცია მამაკაცი მომღერალი იყო კირკოროვი იყო სოსო პავლეაშვილი იყო დიანა ღურწკაია სათვალოთ რაღაცას განიშნებთ სახესთან დაკავშირებით კოტია და გვიმაღლა გვალი ჩემსოვი უცნობი იღაბი ეს გამიგეთ ერთი ხელი და всё მომღერალი შორს ქალი კაცი და ისა წეგან რო ვთქვი სოსო პავლეაშვილი მეტი არავინ არ დარჩა ბრავო გავიდა ქალბატონ მარიკა დრო ბოლო ჩავაბრუნოთ 7 სწორი პასუხი და 14 ქულა სუპერ ბატონ არსენს და ქალბატონ მარიკას ამჯერად კოტე შენ უნდა მოირგო ამ შემთხვევაში ამ ხსნელის როლი მოდი მე აქეთ გადმოვჯდები რომ განომ შენ უკეთ დაგინახოთ ეს მედიტაცია მჭირდება რა აურევ ამას აბა შანსი არ გვაქვს მაგრამ გამიქულით გვისვა როგორ არ გაქვს ჩანსი ვერ დაგეთანხმები წამზომი ჩაირთო მე დაგიჭე წამზომი ჩაირთო ხო მიდი განო კითხე ექიმი ჰაუსი წავედით უცებ სხვა რამე არა ვიცი მე ნაფნაფი
ცაგარელი იყო უკვე? არა, ქალია. ცაგარელი, ქალი ცაგარელი? ასტროლოგი ქალი? იყო თან? არა. რასაკეთებს? ანუ ქალია, როგორც მივხვდი, ცაგარელი არ არის. ცაგარეიშვილი. თამარ ცაგარეიშვილი. არა, ჭუგრიტი რა დაიჭირო. ლეონარდო და ვინჩი, ცოტა სწრაფად იქნება მოვქაჩოთ ჩქანა. ვაი, ბალერონი? დოინი შემორტყმული, რქებია, პიტერ პენი. ჩქარა ცოტა. ბრმა დიანა ხურცკაია. რასაშილა დახსენი. გავიდა კოტე დრო როგორც მოწყობინებენ ეს ჩააბრუნე. არა უშავს ძალიან კარგი შედეგი გაქვთ 6-ის სწორი პასუხი და ჯამში 12 ქულა, რაც საბოლოო ანუ ტურის შეჯამებით უდრის 18 ქულას, რაც არის ძალიან კარგი. ვაგრძელებთ მესამე ტურს საახალწლო განწყობით, მხიარულებით. ხო, ძალიან საინტერესოა მესამე ტური განსაკუთრებით. ყველაზე ძალიან მესამე ტური. ნათია, შენი დროა, მოდი ჩემთან. ლაშას ამჯერად შენ უნდა აუხსნა უხმოდ პიროვნებები, რომელიც შეხვდება. ავურებ მე წინაპრები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ერთი სწორი პასუხი უკვე 2 ქულაა და წამწამი ჩაირთა. ცაგარელი. კი ბატონო. ბადოს ხორცნელი. ჯოტიაცაო. არა. ისა რა ქვია მას? ტურუხუნჭუა. დავაგრძელოთ. ულსკაია, კირკოროვი, პავლიაშვილი, რა ქვია მაგას? ულსკაია, სოფი ლორენი. მიმღეროდა, პუგაჩოვა. მიმღეროდა. კაციშვილს არ უნდა იმის გვარი. ლაშა იდეები, ვერსიები ჩამოყარე, მითხე მივიდე სწორ პასუხამდე. მომღერალი უნდა გაიხსენო. ქალი. კარგად აჩვენეთ კიდე კარგად გამო. მიმომღერალი. რამე აბა სხვა მოიფიქრე ხა მომღერალით ვერ მიხვდა, იქნებ რამე გაიხსენო. მოცეკვავი არ არის. პუგაჩოვა არ არის, გრიგოროვი არ არის, პავლიაშვილი არ არის. თუმცა ყველა თუმცა ყველა არის. გავიდა ჯერ როგორც მოწყობინებენ. არ თქვა ვინი ხარინა ბიჭო რასპუტინი ორი სწორი პასუხი და ჯამში 4 პრობლემა რა. ლაშასთან ნათიას ორი სწორი პასუხი და ჯამში 4 იჭედებით ყველაფერზე იმაში. სიხარულო გამოდის რომ მოგებული ვარ და რაზე ვთამაშობ. უნდა ითამაშოთ მაინც ბატონო. დავიწყეთ. წამზომი ჩაირთო. მეგონა. სოსო. სუპერ. დავედით. სასო. ხოი ჯილია, ის. ნეფერტით. Yes. წავედით. ორი სწორი პასუხი უკვე. ქალტომეკე კითხეთ აბა. ქალია, კაცია. ქალი. არა, უშავს გაგრძელეთ ანიშ. ცაგარეიშვილი. Yes. ჩაგარეიშვილი. არ ვატრიალებთ იქეთ აქეთ. ლექსენი. Yes. ხო, არა, ეს სიტყვა სიტყვით სახსნელია? სიტყვა არაფერი მითქვია. დათანხმებოდა ანუ არა. ეს ჩვენი ისტორიკოსი როა, ჯაბა? არა, სამუშია. Yes. წავედით 5. ჩაკ ნორისი. Yes. პიტერ პენი. კი ბატონო. კალტამერიკა გავიდა როგორც მათყობინებენ. არა უშავს. 7 სწორი პასუხი და ჯამში 14 ქულა, ანუ 28 ქულა მხოლოდ ამ. ავარღვიეთ ყველა საზღვარი. 28 ქულა მარტო ამაში ყო. მე ძალიან ახლა 1.14 და მოხიბლური ვარ თქვენით. სანამ ვიტყოდე ესე იგი არასოდეს რო არ ვითამაშია, მეტყობა მიტო გამიმართლა. ჩვენივად გამოგივიდათ ბატონო არსენ ყოველ შემთხვევაში მე მიტო გამიმართლა. მოხიბლული ვარ შეიძლება ესეც ითქვა. სანამ ვიტყოდე იმ შედეგებს რაც მივიღეთ და სანამ გამოვავლენდეთ დღევანდელ გამარჯვებულს, გამომდინარე იქიდან რომ ახალი წელია, ბედნიერები ვართ, ლაღები ვართ, მხიარულები ვართ, ბევრს ვიღიმით და ასე შემდეგ, ჩვენ ყველასთვის გვაქვს თქვენთვის სამახსოვრო ძალიან კარგი საჩუქრები.
შეიძლება მეც. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მეც მაქვს თქვენთვის ერთი საქმე. ახალი წელია. ძალიან დიდი მადლობა. არ მოვსულვარ. უღრმესი მადლობა ქალბატონო მარიკა, დიდი სიამოვნებით შევინახავ ამ ძალიან ლამაზ საჩუქარს, ნაწილი დავარიგე და მარიკა მისკიდე დაგირიგე. ჩვენ კანონმდებლობა ვიგრძელავ საჩუქრის კადრში გამოცხებას, ამიტომ გამბანდება ესე იგი. ჩვენ თავად რო ჩაიწერა. ვაჩუქეთ უკვე თამკაცო რომ კარგი, მოკლედ გადმოვალ ხა უკვე დაჯილდოების ცერემონიაზე, ესე ვთქვათ, კოტე. პირველად შენ გადმოგცემ ასპრია ფიტნესისგან არაჩვეულებრივ ვაუჩერს. შეგიძლია მიხვიდე და ივარჯიშო რამდენი წინდა მისტრება. ასე რომ მადლობა შენ იმისთვის რომ ჩვენთან იყავი და შეგიძლია მიხვიდე ასპრია ფიტნესში, ივარჯიშო და გამოიყენო ეს ვაუჩერი. განო შენთვის ბლენდერი გვაქვს. როგორი პირიქით, დიდი მადლობა შენ. ასევე ასპრია ფიტნესი აჯილდოებს ლაშა ჩხარიშვილს. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის უმნიშვნელოვანი პირობები. წარმოების დიეტით უკვე აღარ მჭირდება, მაგრამ მაინც კარგია. მადლობა. კი ბატონო, შეგიძლია სხვა საჩუქრომაში შენ თუ არ გამოიყენებ, ყოველ შემთხვევაში ეს საჩუქარი ჩვენგან შენ. ნათია, შენ არაჩვეულებრივი უთო. მინდა რომ ეს ჩვენგან შენ. გადავდივართ ბატონი არსენის საჩუქარზე, ძალიან კარგი პრიზი, პურპური, ესეთი რესტორანი იქ ახლოთ, სადაც ორკაციანი ვახშამი გელოდებათ ბატონო არსენ და ვისთან ერთადაც გაგიხარდებათ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და სასიამოვნოდ გაატაროთ და ასე რომ მიბრძანდით ორკაციანი ვახშამი გელოდებათ თქვენ. ლიმიტი მაქვს რაღაც თანხის ალბათ, აქ ადგილზე გავიდე. და თქვენი საჩუქარი, რომელიც ყველას დიდი და მძიმეა, ქალბატონ მარიკა, ეს გახლავთ კომბაინი. აი ეს თქვენთვის დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. ყველაფერს რაც გესიამოვნებას. აი ესეთი პრიზებით დავაჯილდოვეთ ჩვენ დღევანდელი მოთამაშეები. პირიქით, თქვენ მადლობა და ეხლა მოდით ფორმალობა მოითხოვს რომ გავიგოთ ვინ გახდა ჩვენი დღევანდელი გამარჯვებული. ჯერ მესამე ტურის ქულებს გაგაცნობთ, სადაც 12 ქულა დააგროვეს ლაშამ და ნათიამ, 18 განომ და კოტემ და 28 ქულა. აპლოდისმენტები. ყველაირი რეკორდი მოხსნა ბატონმა არსენმა და ქალბატონმა მარიკამ. იმედანო დღევანდელი გამარჯვებულები სამი ტურის შედეგად დღევანდელი გამარჯვებულები სწორედ თქვენ გახდით. მესამე ტურმა ყველაფერი იქნა 32 ქულით დღევანდელი გამარჯვებულები გახდნენ ბატონი არსენი და ქალბატონი მარიკა. 30 ქულით მეორე ადგილზე განო და კოტე და 29 ქულა დააგროვეს ლაშამ და ნათიამ. მესამე ადგილი ძალიან კარგია. ასე რომ გილოცავთ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენთან ერთად. ახალ წელს გილოცავთ თქვენ და ვილოცავთ ჩვენს მაყურებლებს. მადლობა რომ დრო ჩვენთან ერთად გაატარეთ. იმედი მაქვს რომ კარგად გაერთეთ და ისიამოვნეთ. ჩვენ კი გემშვიდობებით საუკეთესო სრულიებით და კიდევ ერთხელ ახალ წელს გილოცავთ.